ისეთ უდარდელ და უპრობლემო ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაინახა, არის მანქანების ხმაურით მძღოლი დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ მის მანქანას გადაკეთებული აქვს ეგრეთ წოდებული მაყუთი, რაც იწვევს ხმაურს. პატრული ინსპექტორის შეუძლია გააჩეროს ნებისმიერი მანქანა და თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს ამ მაყუთს როგორი ხმა აქვს. ანუ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის თუ არა, აქვს ზედმეტად დიდი ხმა, არის გადაკეთებული თუ არა. იქიდან გამომდინარე, რომ მას არ აქვს შესაბამისი ხელსაწყო, ამის შემდეგ მას შეუძლია რომ გაზრდილი ჯარიმით დააჯარიმოს მძღოლი 200 ლარი არის ეს და გარდა ამისა შეუძლია ჩამოართვას ავტომობილი და გადაიყვანოს საჯარიმო ადგილას. მძღოლი არის ვალდებული რომ ამტკიცოს არის თუ არა ეს გადაკეთებული მაყუთი. ეს არის პირდაპირ ძარცვა კანონის სახელით. ეს არის ძარცვა თქვენზე ზრუნვის სახელით. მაშინ, როდესაც თქვენ ჯარიმებს გახდევინებენ და ამით ავსებენ ბიუჯეტს, ეს გამოწვეული არის მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილმა და რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში და ახლა თქვენი გადახდილი ჯარიმებით სრულთ რომ ბიუჯეტი შეივსონ. 70 ლარი ღირდა ავტომობილის გაფორმება, რომელიც ახლა 180 ლარი ღირს. ასევე 60 ლარი ღირდა ავტომობილის საჯარიმოდან გამოყვანა, რომელიც ახლა 200 ლარი ღირს. 10 ლარი ღირდა პარკირების ჯარიმი, რომ იპოვით საერთოდ მანქანას, რა ვიცი, ნახევარი ქონება უნდა გაყიდოთ, მე მგონი რომ დამიწერეთ კომენტარებში, კიდევ რომელი სერვისი გაგიძვირდათ.